ახლა ძალიან კარგი სიტყვები წავიკითხე და მინდა რომ გაგიზიაროთ მოკლედ. ხშირად ვამბობთ ადამიანები, ხო? რომ მე შენ გამო მოვკვდები, მე შენ გამო ამას გავაკეთე, მე შენ გამო ეთერე ჩემს მოგნება ხდა ხოლმე. რა ადვილია? ძალიან ადვილია მოკვდე შვილის გამო. მაგრამ ძალიან რთულია იცხოვრო, იცოცხლო და იცხოვრო შვილის გამო. ძალიან რთულია. ძალიან რთულია შეიცვალო შვილის გამო. ძალიან რთულია ტკივილი გაუშვა შვილის გამო. ძალიან რთულია ემოციურად გაიზარდო შვილის გამო. ძალიან რთულია ჯამრთელი იყო შვილის გამო. ძალიან რთულია წარსული გაუშვა შვილის გამო. ძალიან რთულია ცხოველური საწყისებიდან გამოხვიდე და ღმერთის ცნობიერებაში გადახვიდე შვილის გამო. ძალიან ადვილია დასცინო მართალი ადამიანის თქმელს, გაექცე სიმართლეს, გიჟად შერაცხო. რთულია აღიქვა მისი სიმართლე, რადგან ეს ხო შინ ცნობიერების ცვლილებას მოითხოვს. რთულია იდენტობა დაიმსხვრიო შვილის გამო. რთულია გაიზარდო და უკეთესი ადამიანი გახდე შვილის გამო. ამას ჯობია გაქცევა, ამას ჯობია ყვირილი. რთულია სიმშვიდე აერჩიო შვილის გამო. თქვენ რა მართლა გონიათ რომ თქვენ შვილს თქვენგან მსხვერპლი ჭირდება? რა გასწავლეს მსხვერპლის შეწირე? ნუ თუ რა ღმერთს ეთაყვანებით? ნუ თუ თქვენ მართლა გონიათ ღმერთს მსხვერპლ შეწირვა ჭირდება? ცოტა დაფიქრდით, ყველანაირ რელიგიაზე მახლა დადექით. გაიზარდეთ შვილის გამო. იესოს რა რელიგია ქონდა? ქრისტიანობა ქონდა იესოს. ბუდას რა რელიგია ქონდა? ბუდიზმი ქონდა. ალახს რა რელიგია ქონდა? მუსლიმი იყო? დადექით რელიგიაზე მახლა ადამიანებო. დადექით. არ არსებობს არანაირი რელიგია. აქ დედამიწაზე არის ეს ყველაფერი. არ არსებობს არაფერი. გაიხსენეთ ვინ ხართ. თქვენი შვილის გამო ნუღა გადასცემთ ტკივილს, ამ წრებრუნვაში ნუაყოფებთ, ამ ნეგატივში. ცუდს, ნახეთ, კარგის მოსვლას თუ დრო უნდა, ცუდსაც დრო უნდა. დღეს რო ცუდს გააკეთებთ, რა გონიათ, ცხვალ მოგხვდებათ ცხვირში? არა, შეიძლება 1-2 წელი გავიდეს. თუმცა ხა მოდაგიბრუნდებათ. ყველაფერი ბრუნდება. თქვენ გონიათ რომ ვინმეს რომ ცუდ რამეს ეტყვით, იმის გამო რომ თქვენ ტკივათ და გინდათ რომ ტკივილი გაუზიაროთ, რადგან სხვა არ იცით, რაც გაქვთ იმას უზიარებთ ადამიანებს. ტკივილი გაქვთ, ტკივილს უზიარებთ, სიყვარული გაქვთ, სიყვარულს, უპირობო სიყვარულს უზიარებთ. რა გონიათ რომ ტკივილზე არ ამატებთ რეალურად? და თქვენ შვილს რას უზიარებთ? იცოდეთ რასაც თესავთ თქვენ ახლა, იმ ნაყოფს შეჭამს თქვენი შვილი ხვალ. რაც დათესეთ დღეს, იმ ნაყოფს შეჭამს თქვენი შვილი ხვალ. გონიათ რომ დღეს ცუდს გავაკეთე და მიწას დავაყრი და ღვთვითომ არაფერი არ ყოფილა. ხვალ არაფერი არ აღმოცენდება იქიდან. ძალიან ცდებით და რაც აღმოცენდება, იმას თქვენი შვილი მიირთმევს და ან აყვავდება, ან განადგურდება. დაფიქრდით, რას აკეთებთ. თქვენ შვილს თავგანწირვა და მსხვერპლ შეწირვა კი არ ჭირდება, როგორც ღმერთს, არამედ ჭირდება, რომ გაიხსენოთ ვინ ხართ. ცხოველური ცნობიერებიდან გადახვიდეთ ღვთის ცნობიერებაში. აყვავდეთ. გახდეთ პოზიტიურნი, გახდეთ მართლის მადიდებელნი. სინათლე აანთოთ თქვენს თავში. ეს ჭირდება თქვენ შვილსა და ღმერთს, თქვენში არსებულ ღმერთს, ნურსად ნუ ეძებთ. ყველაფერი თქვენში არის, ყველაფერი თქვენგან იწყება და ზიარდება სხვაში, თქვენ შვილში. და რაც გაზიარდა, ის თქვენვე გიბრუნდებათ. გაიმახსოვრეთ ეს, არ გაექცეთ არაფერს. ეს ცხოველური საწყისებია, აგრესია, დომინანტობა,
გაქცევა, გაშეშება. აირჩიეთ მიმხებლობა, აირჩიეთ სიმშვიდე, აირჩიეთ უპირობო სიყვარული. ყველა ერთნი ვართ. გაიხსენეთ ეს თქვენ შვილს. ძალიან ადვილია მოკვდე შვილის გამო. თქვენ შვილს ეს არ ჭირდება. თქვენ შვილს ჭირდება ემოციურად გაზრდილი, მშობელი. თქვენ შვილს თქვენი აქ და ახლა ყოფნა სჭირდება. ამიტომ შეიცვალეთ მომავალი თაობისათვის. აირჩიეთ სხვა რამე. ეს წინათაობამ და იმის წინათაობამ და ასე შემდეგ არ აირჩია. თქვენგან უნდა დაიწყოს მაინც რამე ახალი, დასრულდეს. ტკივილი და შეიქმნას ახალი.